გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ჩემი საავტორო გადაცემა გახლავთ ეთერში და მაქვს ძალიან ისე თქვათ ორიგინალური გადაცემა და ძალიან კარგი სტუმრები, მე გაგაცნოთ რა თქმა უნდა მათ, მაგრამ მანამდე ჩემს სტუმრებს წარმოგიდგენთ. მანამ მინდა ჩვენი ტელევიზიის შესახებ გავცნოთ თუ როგორ უნდა ნახოთ ჩვენი გადაცემები და სად. მარტიზე ნომრით 46, სილქნეზე ნომრით 259, ვართ ასევე მაი ვიდეოზე, გვაქვს YouTube და Facebook გვერდები და ახალ ქსელებზე გავდივართ ნომრით 298. რა თქმა უნდა, გადავიდით 24 საათიან მაუწყებლობაზე და ასევე ვართ სატელიტურ მაუწყებლობაზე, სადაც ყველა ქვეყანასა თუ ქალაქში შეგიძლიათ ქართული ტელევის გადაცემების ნახვა. დღევანდელ ჩემს სტუმრებს რაც გააჩნია. მე მყავს დღეს სტუმრები ჩვენი უსაყვარლესი ქალაქიდან, ქუთაისიდან, ქალბატონი ნინო თქმის წარმოადგენს, მაგრამ ესე ვთქვათ, დედა და მამა ქალაქიდან მყავს სტუმრები ჩემს გადაცემაში. ბატონი რამაზ რუბინიშვილი, ბატონი მამუკა ერაძე და ქალბატონი ნინო სტუროვა. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოგზადით გადაცემაში სტუმრად. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა. შეიქმნა ახალი სიმღერა, რომელსაც ქვია ახალი წლის ღამე და დღეს გვაქვს ძალიან სიმღერის პრემიერა, ექსკლუზიურად მით უმეტეს ჩვენი ახლის საშუალებით და ჩემი გადაცემის საშუალებით, რაც ძალიან მიხარია და ვისაუბროთ აი ამ სიმღერაზე. თუ როგორ შეიქმნა ეს სიმღერა, შემოკარგებო და რა იყო ინსპირაცია, ანუ როგორ მოხდა, როგორ დაიბადა ეს სიმღერა და ბატონ რამაზთან თქვენი ურთიერთობა და კავშირი. ანუ როგორ შეიკრიბეთ ეს? კი ბატონო, შეიძლება მე დავიწყო. ანუ ეს ლექსები მაქვს დაწერილი დაახლოებით 1 წელს უკან. მამუკას გავიცემი შემთხვევით. და ჩემი ლექსების კრებული ვაჭუქე მას ეს ლექსები და ვუთხარი რომ კარგი იქნებოდა რომ ამღერებულიყო, იმიტომ რომ ეს მქონდა ამის სურვილი რომ ლექსებს ემღერათ. მამუკას გადავეცი ეს ლექსები და რამოდენიმე დღეში დამირეკა და ეხლა პირველი ვარიანტი ამ სიმღერის მომასმენია, რომელიც მე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ თვითონ ახალი წლის ღამის თემატიკა ეხლა არის ფიფქების და თოვლის მონატრება, რომელიც არა გვაქვს თბილისში უკვე ძალიან დიდი ხანია და ნამდვილად ინსპირაცია ეს იყო რომ ველოდებით უკვე ამდენი წერია თბილისში გათოვდეს და ართოვდება და რაცა მეინატრება ეს თოვლის ფიფქები, რომელიც გასდევს ესე ლაით მოტივაციას უხდება ახალ წელს და მამუკამ ისეთი მუსიკა დაწერა ამაზე რომ როგორ გითხრათ, იცით ძალიან მოუხდა ამ სიმღერას. მე ბატონმა რამაზმა გააკეთა არანჟირება ამის და საერთო ჯამში ვფიქრობ რომ ძალიან კარგი გამოვიდა. ანუ მე ძალიან მომწონს ყოველ შემთხვევაში კარგი იქნება თუ სხვასაც მოეწონა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავუშვებთ გადაცემის ბოლოს აუცილებლად მოგესმენინეთ. ბატონო მამუკა, აი თქვენს შემთხვევაში ქალბატონი ნინოს ავტორი ალბათ ისე თუილად არაფერი არ ხდება ზოგადად ცხოვრებაში და აი ქალბატონმა ნინომ ახსენა რომ თქვენ შემთხვევით გაიცანით ერთმანეთი, წიგნი გაჩუქათ და შემდეგ აი თქვენ როგორ გადაწყვეტეთ, ან რატომ გადაწყვეტეთ კონკრეტულად ეს სიმღერა აგიმღერებინათ? ეს ლექსი უბრალოდ. შესაძლოა ეს არის ჩემი პირველი საბავშვო სიმღერა, პირველი. ნინო მიცოდა რომ მე უკრავდი ბენდ პროფესორებში და მაჩუქა ეს სიგნი. აი ეს ჩემი საბავშვო ლექსები არის და გადახედეო. წამოვიღე გადავხედე რა თქმა უნდა. და არ შეიძლება რომ არ აღნიშნო მეუღლეს ვაჩვენე. აი მეთქი ნინო მაჩუქა შენს თქმის ქალბატონი მოსწრო და გადახედე მეთქი ამას. როდესაც გადაშალა ეს კრებული აი იმ ლექს რომელიც ახლა ჩვენ სიმღერა დავწერეთ, იმ სიმღერის ლექსზე მეუბნება. აი ესო ძალიან ისეთი მღერიშო უკვე თვითონ სტრიფონები მღერიან და დაწერე ამაზე სიმღერა. აი ესეც მუხტი იყო. მეც გადავხედე, არ მეცალა იმ ჯუში გადასახედად მართალი უთრან იმ ჯუში. ირმას გადავახედე. ჩემი უგულს. შევხედე დავიკითხე. მართლა ამღერდა იმ ჯუში. ეს სიმღერა დავწერე 3 დღეში. პირველი საბავშვო სიმღერა. დავწერე 3 დღეში. მე თვითონ ჩავწერე სახში არაპროფესიონალური სტუდია მაქვს პატარა. მე თვითონ დავადეთ მაგ ყველაფერი არანჟირება გავაკეთე და გამახსენდა იმ ჯუში ბატონი რამაზი. ანაშენ მივედი ბატონ რამაზთან, მეთქე ეს სიმღერა უნდა გავაკეთოთ შენს ბავშვებთან ერთად, ვიდრე ვიცი მის ბავშვები კარგად ღერიან. და ანაშენი ახლა ფაქტია უკვე. ბატონო რამაზ, არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენ ჩემი გადაცემის სტუმარი ბრძანდებით მეორე თუ უკვე
და მუსიკოსების გარემოცვაში ვარ ეხლა და ქალბატონინო პოეტი შეიძლება ესე უწოდო იმიტომ რომ ნახეთ ქალბატონინო თქვენ ძალიან თავდაბალი ქალბატონი ბრძანდებით მაინც ჩვენ ეთერს მიღმა აღნიშნეთ რომ თვად ხა პოეტი იცით რატომ როდესაც ლექსი ღერის ესე ვთქვათ და გაქვთ დაწერილი ისეთი გულით, ისეთი ემოციით გაქვთ ის ლექსი გადმოცემული, რომ მივიდეს მაყურებლამდე, ხო? ან მკითხველამდე და ამაზე მუსიკა იქმნება და ამას მომღერიან არაჩვეულებრივი ბავშვები, ბატონი რამაზიშვილები. ესე იგი ის არის ისე დაწერილი ლექსი და ესე იგი აქვს ამ ლექსის იმის პოტენციალი, რომ მის ესე ვთქვათ შემქმნელს ვუწოდოთ პოეტი. იმიტომ რომ ყველა ლექსი არ იმღერება, ხო? ესე ვიცით, აი ქალბატონი ლინიუცუბიძეს უსაყვარლესი ადამიანი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და ძალიან დიდი მეგობრები იყვნენ, ჩემი მშობლები და ქალბატონი ლინი, მის ლექსებზე რამდენი სიმღერაა დაწერილი და შექმნილი. მუსიკაა ძალიან მთავარი მუსიკა გალაქტიონი და ამიტომ აი რომ ღერის მართლა ამღერებული ლექსი უფრო სხვანაირად ისმინება და უფრო სხვანაირად ესე ვთქვათ შეიგრძნობა. ამიტომ თქვენ შემთხვევაშიც ესე მოხდა და რაც შეეხება თქვენს შრომას ბატონო რამას ჩვენ ვიცით რომ თქვენ გაქვთ სტუდია სადაც წერდა სიმღერები არანჟირებას თქვენ აკეთებთ რა თქმა უნდა მუსიკას წერთ და ეს თქვენ შვილებთან მოკლედ ძალიან დიდი შრომა გიწევთ ჩვენ საუბრობთ ხშირად მოკლედ თქვენ შვილებზე და ეხლა რა თქმა უნდა მაყურებელი ნახავს ამ სიმღერას და მოისმენს მაგრამ აი თქვენი შთაბეჭდილება თქვენი აზრი მაინც როგორ მიმდინარეობდა აი ამ სიმღერის შექმნა ერთობლივად აი გაგიჭირდათ თქო ვერ ვიტყვით რომ თქვენ ნამდვილად არაფერი გიჭირთ მაგრამ აი მაინც როგორ ესე ვთქვათ სხვისი ლექსი მუსიკა თქვენ როგორ შეკარით და დაუშვით წერტილი ამ ყველაფერს პირველ რიგში მამუკას მინდა გადავუხადო დიდი მადლობა რომ ჩემზე გააკეთა არჩევანი და შექმნით ეს სიმღერა მოგეხსენებათ მე და მამუკაც ქუთაისიდან მოვდივართ დიდი ხანია უწლები მეგობრები ვართ ძალიან დაატვირთულები ვიყავით ქუთაისից შემოქმედებით და აქაც თბილისშიც მოვაწევრობთ როგორც ხელოვანი ადამიანები და ჩვენ საქმეს ვაკეთებთ ასე ვთქვათ მამუკას სურვილი გაუჩნდა რომ მოსულიყო ჩემთან და ეს სიმღერა გავუკეთებია ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი მაგრამ რადგანაც მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან დაკავებული ვარ ზოგადად ძალიან ბევრი შეკვეთები მაქვს რომ ხმის ჩაწერა მიწერს ფონოგრამის გაკეთება მიწერს საახალწლოდ უნდა მოგვესწრო ამის გაკეთება და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საქმე გადავდე და ჩემს მამუკას ასე ვთქვათ ჩემს მეგობრებს დავდედი გვერდში და აი ყველაფერი გავაკეთე რომ დროულად შეგვიქმნა ეს სიმღერა ჩაგვეწერა ეს სიმღერა ბავშვები მომემზადებია ძალიან მოკლე დროში გაკეთდა ეს ყველაფერი და თავის მე მგონი ძალიან კარგი და ძალიან ლამაზი სიმღერა რომ ჩაგერთვით ბავშვებს ვამღერებ მე ვთქვი დააძინე ბავშვები ამიტომ არა ბავშვებს უკვე ზინავსო და მე ვმუშაობ ახლა ანუ 12-ის ნახევარზე ბავშვები დააძინა ჩააწერია ხო იმდენად მოკლე დროში და ახლა მე ვმუშაობ ამას მეუბნება პირველ საათს ბავშვებმა როგორ მიიღეს აი ეს სხვადასხვა ძალიან მამუკას ნამღერი ქონდა მაგალითად და ბავშვებმა მოусმინეს და მამუკას ნამღერიდან ისწავლეს ეს სიმღერა სხვადასხვა ხო მე ჩავწერე ზერ და მივიტანე ჩემი ჩაწერილი ხო და აქედან გამომდინარე რამოდენიმე დღე ვიმუშავეთ სიმღერაზე რომ გვესწავლა ეს სიმღერა ტექსტი გვესწავლა მელოდია გვესწავლა რომ ჩაგვეწერა მე ბოლო და ძალიან ლამაზი და კარგი სიმღერა გამოვიდა თან ამ სეზონს შეეფერება კი ბატონო თან ახალ წელზე არის და დაგას თან მოგწონს ქალბატონინო ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ ანუ ზოგადად საერთო ჯამშიც ყველაზე ვსაუბრობ მაგრამ მაინც მოდით ჯერ თქვენგან დავიწყებ თუ დაუშვათ დაბიჭდილა სადმე თქვენ შესახებ ან რომელიმე ჟურნალში ან სადმე რომ უფრო უკეთ გაეგო მაყურებელს თქვენ შესახებ კი სულ პირველად ჩემი ლექსები გამომიქვეყნა ესეთი სოციალურ ქსელში არის kids.g
ძალიან დიდი მადლობა მათ და მათ ატვირთეს Google-ში ჩემი ლექსები, ანუ კეცჩიზე იძებნება ეს ლექსები. შემდეგ დამბეჭდა საბავშვო ლექსებიც და ნუ სხვა ლექსებიც ამაქვს ჟურნალმა ათინათმა, დაუბეჭდია ჟურნალ დილაში დაიბეჭდა ორჯერ ჩემი ლექსები და ასევე კახეთის სალიტერატურო ჟურნალი არის რედაქტორი აკაკი დაუშვილი გახლავთ, ჟურნალი ოლე, სადაც დაიბეჭდა ასევე ჩემი ლექსები. ეს რაღაცა პატარა გამოცდილება ამ მხრივ მაქვს და ნუ მომავალში ვაპირებ რომ სრული კრებული გამოვცე და ვფიქრობ რომ გავახარებ ამით ჩვენს პატარა მკითხველებს. აი ქალბატონინო თქვენ გქონდა საუბარი რა შეხება გაქვთ მეთქი ზოგადად ბავშვებთან თქო მაგრამ გამოვიდა ისე რომ მაინც ერთ-ერთი მთავარია სხვათა შორის თქვენი პროფესიაც რო გითხრათ ხარ პროფესიით ვარ ფსიქოლოგი და ბავშვთა ფსიქოლოგი ვარ კი ბატონო ანუ მუშაობდი ბავშვთა ფსიქოლოგიის განხრით წლების განმავლობაში ამ წუთას ამით არ ვარ დაკავებული მაგრამ ძალიან მიყვარს ბავშვები და რაღაც ისე გამოვიდა რომ საბავშვო ლექსებით ამ ფსიქოლოგია ბავშვების ფსიქოლოგიაზე კარგად მესმის მათი ფსიქოლოგია და ამ ლექსებშიც ანუ დამეხმარა მოკლედ ჩემი პროფესია ისე აი რამდენი ხანია რაც აღმოაჩინეთ რომ შეგიძლიათ ლექსების სხვადასხვა ლექსებს წერდი ბავშვობიდან ძალიან პატარა ვიყავი როდესაც დავიწყე ლექსების წერა და სულ ჩემი პირველი ლექსიც მახსოვს ქათამზე მქონდა ეს ლექსი დაწერილი რომელიც ძალიან მიყვარდა და ეჭვმაქ ძალიან რომ ეს ქათამი ჩემი დაბადების დღეზე დაიკლა რომელიც მე არ ვიცოდი ნუ მე ძალიან ვიტირე მაშინ და ძალიან გამიცადე ნუ მიმალავდნენ რომ არ იყო უფრო დღემდე მაქვს ეს ეჭვი და ლექსი ერქვა წითურა და როდესაც ეს ლექსი წავაკითხე იყო სევდიანი ლექსი და რაღაც ისე გამოვიდა რომ პირველი ჩემი ლექსი სევდიანი იყო და რაღაც ჩემი საყვარელი ქათმის არსების სიკვდილს ეხებოდა რომ წავაკითხე ახლობლებს ყველა სიცილი დამაყარა დამცინეს და ვიფიქრე რომ ეს ძალიან ცუდი იყო და დავხიე იმის შემდეგ სხვათა შორის რაღაცა ლექსებს რომ წერდი ხოლმე ხედი სულ მქონდა ხოლმე ეს კომპლექსი რომ ნუ აი არა რაღაცები მაქვს შემორჩენილი და პირველად რომელიც აი არ დავხიე და ხელები მიკანკალებდა და ვერ ვხევდი ამ ლექსს ეს იყო ჩემი შვილის პატარა მარიკუნას პატარა იყო დაბადების დღეზე ბაჩუკე ესე ვთქვათ ეს ლექსი და რომ დავწერე მარიკუნაზე ეს ლექსი აი წავიკითხე მინდოდა რომ დამეხია და ნუ შევინახე იმიტომ რომ მაინც აი წლები რო გავიდო და ასე იქნებოდა თუ ისე იქნებოდა შეიძლება მოსწონებოდა ძალიან და რაღაცა დადებით ემოციებს გამოიწვევდა და გადარჩა მოკლედ რო ვთქვათ ეს ლექსი დაახევას და როცა წაიკითხეს მე ჩემმა შვილებმა მეგობრებმა ძალიან მოეწონათ და რაღაცნაირად უფრო ესე გავთამამდი და შემდეგი ლექსები უკვე გადარჩა დაახევას მოკლედ შედეცაც ნამდვილად ძალიან კარგი აი ყველაფერს თავისი ისტორია აქვს ყველაფერს არის თავისი ესე ვთქვათ ჩანაფიქრი აქვს ადამიანებს ის ფარული ნიჭი რომელსაც ფიქრობ ხოლმე ხანდახან რომ აი საერთოდ კავშირში არ ვართ მაგრამ მაინც ესე ვთქვათ წლების შემდეგ გამოგვადგება ეს ნიჭი და შეგვიძლია რომ უფრო სხვა ამპლუაშიც დავენახოთ ადამიანებს აი თქვენ შემთხვევაში მით უმეტეს როგორც ყოფილა და მით უმეტეს ესეთი მეგობრები და ადამიანები ყავთ გვერდით რომლებიც ეხმარებიან თქვენი სამომავლო გეგმები ზოგადად აი თქვენ მუსიკის სფეროში მუსიკის სამყაროში ხართ გადავწყვიტეთ რომ ახლა პირველი საბავშვო სიმღერა დავწერე გავაკეთოთ საბავშვო სტუდია აი ეს სონა გადავწყვეტ ბავშვებს გვინდა საესტრადო ანსამბლი გავაკეთოთ რაც დღეს არ აქვს მგონი ხომ მაგით განებიურებული საბავშვო საესტრადო ანსამბლი ცოცხალი საესტრადო ანსამბლი ზოგადად ერთი რამე შემიძლია თქვა რომ მამუკა არის დააჯილდოებული ძალიან მრავალფეროვანი სპეციალობებით ანუ ადამიანი ფლობს გიტარას სადაც შეუულებრივად განათლება მიცეს ბავშვს გიტარის შესწავლაში ფლობს დასარტყამ ინსტრუმენტებს სადაც შეუძლია შეასწავლოს ბავშვებს დასარტყამ ინსტრუმენტი ამასთან ერთად შეუძლია ბას-გიტარა ასწავლოს, სიმღერა ასწავლოს, კლავიში დავკრა ასწავლოს ანუ
მრავალ პროფილური განათლება აქვს ადამიანს მიღებული. ახლა ქუთაისლები ვართ, რა. სხვანაირად ვერ ვციქავ. არჩი ქუთაის სხვანაირად არ შეიძლება. აქედან გამომდინარე თუ ვინმე სურვილი ექნება რომ შეისწავლოს ეს ინსტრუმენტები მიმართეთ ბატონ მამუკას აქედან გამომდინარე ძალიან გაყოფილი რა საქსაფონისტი არ გყავს თუ რა ბატონო საქსაფონისტს ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ ერთად ქალბატონი ნინოსთან ერთად კი ნამდვილად ქალბატონი ნინო არ დაგზარდებათ დაწერს არაჩვეულებრივ ნინოს უკვე დაწერილი აქვს მასალა ჩვენ უნდა ვიმარჯვოთ მე და რამაზი უნდა ვიმარჯვოთ თუ ვინმე ექნება კიდე სურვილი ახალი სიმღერის შეძენის ან ახალი სიმღერის გაკეთების აგერავთ და არანაირი პრობლემა არა შეგვიძლია საქმე აწრობილი გვაქვს ნამდვილად კი რაც კარგები ვართ ქართველები ვართ ნამდვილად ხელოვნების ნიჭი მოგვთ გამსოდითგანვე მით უმეტეს ჩვენი საყვარლესი ქალაქები ქუთაისი და თბილისი ერთად ძალიან კარგად ურთიერთობენ ხელოვნების სფეროში და ესეთი ადამიანები რომლებიც უნიჭიერესი ადამიანები არიან ნამდვილად ამშვენებენ ჩვენს ქალაქებს ამშვენებენ საქართველოს და მე ვიმედოვნებ და მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენს მომავალ პროექტში და აუცილებლად მინდა ბოლოსკენ შემოვიტოვოთ ეს სიმღერა რომელიც მოეწოდება ჩვენს მაყურებელს და მსმენელს როინიშვილის ბატონი დამაზ როინიშვილის ბავშვები არაჩვეულებრივი შვილები ასრულებენ ბატონი მამუკას მუსიკით და ქალბატონი ნინოს ლექსით, რომელიც საერთო ჯამში გამოვიდა მშვენიერი და არაჩვეულებრივი სიმღერა. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მოგბრძანდით ჩემთან და საუკეთესო სურვილებით მინდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ დროებით. თავარია რომ ეს სიმღერა ექსკლუზიურად გადის ჩვენს ეთერში, ტელეკომპანია ქართული ტელეს ეთერში და რა თქმა უნდა ხშირად დღეის შემდეგ ხშირად მოისმენთ ამ სიმღერას ჩვენი ეთერის საშუალებით. დიდი მადლობა მოგბრძანებისათვის თქვენ. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მიხარია რომ ხართ ჩემი სტუმრები და მიყვარს ხელოვანი ადამიანები. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელიც ყოველთვის გვისმენს, გვიყურებს და გვანეგევრებს თბილისის სიტყვების. დროებით კარგად ბრძანდებოდეთ. ეხლა კი მოვისმინოთ სიმღერა ახალი წლის ღამე. დაგებით, მადლობა. Dilis msis khiwebi
ახალი წლის ღამე ახლოვდება ნეტავ გადათეთრდეს მთა და